ის ახლა რა იქნება შემდგომ განვიხილოთ ეს თემა, მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი, თუმცა ჯერ უნდა ვნახოთ თქვენი ენერგია. როგორ ენერგიაში ხართ? ვიტყოდი რომ დაბნეული ხართ, თითქოს გაიჭედეთ, ვერც წინ მიდიხართ და ვერც უკან. პირადში გულისხმობ რა თქმა უნდა. ხვდებით რომ გადაწყვეტილება გაქვთ, მისაღები, რადიკალური. თუმცა ემოციები ვიღაცას ებღაუჭება. ადამიანის ბუნება ხომ საბოლოო ჯამში იმედზე დგას, არც თქვენ ხართ გამონაკლისი. ამიტომ რაღაც ამოუხსნელი მიზიდულობა კონკრეტულ ადამიანთან გაიძულებთ ცხოვრების დაპაუზებას. ამით აიხსნება ის შუალედი, რაშიც გაჭედილები ხართ. რა არის ახლა ამის პასუხი ზუსტად აქედან გამომდინარეა ის ახლა. არ იცით ბოლო-ბოლო გააგრძელებთ ისე ურთიერთობას თუ დასრულდა და უნდა მიხედოთ თქვენს ცხოვრებას. რაც იწვევს იმ დაბნეულობას ამ საკითხში, რაც ზემოთ ვახსენე. ცივი გონებით იცით, ასე გაგრძელება არც გინდათ და არც გაწყობთ, თუმცა მაინც იმედოვნებთ, რომ ძველებურად იქნება ყველაფერი. და იქნება? რა იქნება? ნახოთ ესეც. ადამიანები არ იცვლებიან, არ თქვენ შემთხვევაში პარტნიორი მოდის, რჩება იქამდე, სანამ მას აქვს თავად კომფორტის ზონა, თქვენი მეშვეობით, მერე ისევ უჩინარდება, თითქოს არც არსებობთ. რაც ურთიერთობას აყენებს ეჭქვეშ, ბოლო-ბოლო რა უნდა? გიპასუხებთ, სიმარტივე, არანაირი პასუხისმგებლობები, არანაირი ვალდებულებები. ჩარჩოებშია მოქცეული მისი მენტალობა. რაღაცით არ ჩდებით მის ჩარჩოებში, მისი აზრით, მისივე გარემოდან. ვიღაცებს შეიძლება არ მოეწონოთ, მიუღებელი იყოთ მათთვის. და ქალებიც, მაკაცები, ოჯახი, ნათესავები და მეზობლებიც კი. ეს კი აიძულებს გაიქცეს თქვენგან. გადის დრო, ვერძლებს ისევ გეხმიანებათ და ბრუნავს ეს ყველაფერი ერთ წრეზე, იქამდე, სანამ მას შანსები ეძლევა. როგორც ხვდები, ვერც თქვენთან რჩება და ვერც თქვენგან მიდის. ამის შემდგომაც ასე იქნება, რაიმე განსხვავებულს ვერ შემოგთავაზებთ. მისთვის მისაღები ხართ, მაგრამ სხვებისთვის ხართ მიუღებელი, არ ვიცი, რაღაც შეუფერებელი თითქოს და მისი აზრით, მისავე გარემოში. წარმატებები, პირადი კითხვები, WhatsApp-ზე 557 16 73 53 momწერეთ, ნუ მირეკავთ.